პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ საცხოვრებლად და უფრო მეტი ინტერესი იყოს, თუნდაც მაგალითად ტურისტებისთვის. თბილისის უკეთესი მომავლის 4 წლიანი გეგმა უკვე გაწერილია. ამ გეგმებში კი ყველაზე ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტებია. მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა თბილისელებს დღეს პროგრამის სწორედ ეს ნაწილი გააცნო. დედაქალაქის მერია მომდევნო 4 წელში თბილისის 3 მთავარი გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს. რეაბილიტირებული გზები, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალი კომუნიკაციები კავშირშია ტურიზმის ზრდასთან, ბიზნესის განვითარებასთან და რა თქმა უნდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქის ისტორიული არეალების შენარჩუნებასა და მოვლა პატრონობის მიმართულებას. კახაკალაძე ქალაქის ინფრასტრუქტურას კვლავ ირაკლი ბენდელიანს ანდობს. კონკრეტულ პროექტებზე დღეს სწორედ მან ისაუბრა. ირკვევა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთავარი საზრუნავი ახალი გზების მოწყობა და ძველის რეაბილიტაცია იქნება. დაგეგმილია ახალი ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია თუ ფერდების გამაგრება. ამ ყველაფერს კი თბილსერვის ჯგუფის ბაგაბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები გააერთიანებს. აქ არის საუბარი ძირეულ ფუნდამენტალურ სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. პირველი ესეთი პროექტი არის აკაკი ბელიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, კოჯრის გზატკეცილის რეაბილიტაცია, ასევე დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება, სარეაბილიტაციო სამუშაოები. განსხვავებულად უფრო მასშტაბური პროექტები ეს არის რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და გურამიშვილის გამზირების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარეც. თბილისის კეთილმოწყობისთვის გაწერილ გეგმას შთამბეჭდავი უწოდეს. მართველი გუნდის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ კახაკალაძე საკუთარ გუნდთან ერთად ყველა პროექტს წარმატებით დაასრულებს, რაც 8 წლის განმავლობაში არაერთხელ დამტკიცდა. კახაკალაძეს დღეს ქონდა კიდევ ერთი შთამბეჭდავი პრეზენტაცია, ახლა უკვე სამოვლო გეგმებთან დაკავშირებით. დღევანდელი პრეზენტაცია, როგორც მოგეხსენებათ, ეხებოდა ინფრასტრუქტურის საკითხებს, ასევე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ქალაქის დასახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ შემდეგ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი. მოვისმენთ ინფრასტრუქტურთან დაკავშირებით ის გეგმები, რომელიც კახაკალაძეს გააჩნია და მართლაც ბევრი რამე, რასაც დღეს ვაკვირდებით ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მხრივ, ნახეთ ამ პრეზენტაციაში, რომ გაორმაგებული ტემპებით გაგრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. თბილისელებმა ნახეს თუ რა შეუძლია კახაკალაძეს. დედაქალაქის მერობის კანდიდატის გეგმებს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მოწონება უკვე აქვს. ბატონმა მერმა, ბატონმა ბენდელიანმა წარმოადგინეს სამოქმედო გეგმა მომავალი 4 წლის, რაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი ბიზნესთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ პრეზენტაციას, რომელიც იყო წარმოდგენილი ბატონ კახის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის იმ სოციალურ პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წარმოდგენილი იყო დღეს. ყველა ვარიანტში ჩვენ გუნდი უჭერთ მხარს პროექტებს და დაუდგებით გვერდში განხორციელებას. კახაკალაძისა და მისი გუნდის მიზანია თბილისი თბილისელებისთვის და ტურისტებისთვის კიდევ უფრო კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო ქალაქი გახდეს.